ბატონ დავით, რა მოამზადეთ? მე დაგწოვოთ თქვენი დანებართვით კიდევ ხალხი გადაგზადებოდეთ სასიამოვნო თქვენი გაცნობა. მომავალ შეხვედრამდე. შემდეგი მოეჭადე თვით ზეპირად. კარგად გრძელდებოდეთ. ახსარება უნდა წავიდეთ. სხვა პირები, ტერენტი გრანელზე ვაპირებდი საერთოდ. მეც ვარ ტერენტი გრანელზე. რომელი გიდა ტერენტი გიდა თუ ახსარება გიდა? რომელსაც გამოიმეტები. იყოს ახსარება და მე ახსარება რომელია? 15 წუთი გავიდა. გაგაცილებთ. ახსარებაზე გადავიდი, ახლა განწყობა სხვა განთონდა და მე უფრო თადოვის იორამაშვილი. მიტროპოლიტი იყო და ჩემი მოთხოვარი. რას მეტყვი მამა? ვერ დავასრულე წუთი სოფელთან ჩემი წამწალი. გეზი აუცდათ ამ გზებს საუღლეს. ჯიბში მყავს, ჯიბში ხედი ართვალი. რაც ვიცოდვილე წრიალებს სულში. სულ ამიწეწა ფიქრის სამანი. ვერ ჩავდგე ნერგი ზესიყვარულში. ვერ მომზეურე ეს სამანი. მამა იქნება ერთი რაც ნისლია და მირაჟი დავალ ცეცებით. სანთლების შუღზე ლურჯი ბიბლია თითქოს ცის შემხთალ სამოს ვეხები სხივიცას სტრიქონ ლანდავდა სუხდნენ ხარები ნელი თუ მალი და თავქვე მედო უფლის ლაბადა მიწა მზის თბილი თავსასტუმალი დავდივარ ზოგჯერ ვიდრბმა ცეცებით სიტყვების ზვავის დამატყდა თქეში და ერთი ციდა სტრიქონისათვის რამდენი ღამე ჩამადნა ხელში აუ ხანდახან თითქოს სივრცე მანძილი წამში ჩემს თვალწინ როგორ გაფრინდა რას მეტყვი მამაო როცა დაღლილი სულს ძლივს ვიბრუნებ დედის საფლავთან გახიდული ვარ ცხოვრების ჯვარზე ხორცით ვწოდებდა ლექსით მარხულო ჩემი ხმა ჩიტსაც არ ესვის გზაზე მას სტრიქონ ტკივილს რისთვის ვნახულო ახლა ცრემლ ტკივილ ბილიგზე დავალ ვით სხივი ბინდში ნაფერ მკრთალები და გზას ცისკრისკენ მიკვალავს მამა იესოს თბილი ნატერფალები ბრავო ორს ადგილას რაღაცა აური ერთ ადგილას იყო მარა აზაეთო იქვე ვაკეთებ პროზევას ტერენტი გრანიტს ნუ აგებულია ამიდან ცნობილობიდან არასიცოცხლე არასიკვდილი არამედ სხვა არასიცოცხლე არასიკვდილი რა ის სულში ასრე რომ იწვის ქარების ცემი დღონე მიხდილი გაექცე უნდა ტყვეობას მიწის საწუთი სოფლო ეს წესია თუ ჩამოშლილა საღდრის ქვითკირი აი დევნები ციუ პროცესია თითქოს საკუთარ ცხედარს მისტირი გულში საფლავი რაღაც დაგჩემდა ანამცლემ ხილვებს რადარ ეხსნები ზოზიას ლოცვაც ვერ მოგარჩენდა სიტყვების ჯვარზე გაკრუს ლექსს რიტმზემ გულზე განაბზარებმა გამოანათა თოთო ნათელი კაცი ხარ ლექსი თუ სახარება თუ სადამიცი შუა სამქელი კაცი ხარ თუ სახარება თუ სადამიცი შორის სანთე შუა სამქელი ნამდვილად არაჩვეულებრივი საღამო ღმერთების რა შენ ისეთი ლექსი გაგვახსენე ეს საქართველოს თემში გაგვაჩინა ზენამ ეს დაჟე ისწავლებოდა სკოლაში და მე მახსოვს ზეპირად ვიცოდი ქართულ ენას ესე ვინმე მეფერებოდეს არ მინახი საქართველოს თემში გაგაჩინა ზენამ ხმათა ხავერდების და ღმერთების ზენამ პურის ფესვებამდე აქვს ჩასული და სიყვარულით ასული და ძალიან მაგარი სიტყვებია და ნააზრევი რატო არის ყველაზე აი სადაც არის კეთება ლექსის
სადაც არის თვითნაბადი ამოფრქვევა და ძალიან თავისუფალი ლაგი პოეზია რა როგორ გითხარით ძალიან დასრულებული პოეზია თავიდან ბოლომდე და მე თითქმის ყველა ლექსი შედება რო შეხედო ლექს სტრუქტურა ძალიან დასრულებული ოთო ხო არის შემთხვევით ერთ ზოგჯერ პოეზიას წვეთს ერთი სიტყვა და იქ ჩანს ის პოეტი დიდია თუ ჩვეულებრივი პოეტია იმიტომ რომ ზოგჯერ ვუკვირთ რომ აი ლადო რო წერდა ახლა ხო ასე ხო შეიძლება ჩვენს დავწეროთ იმიტომ რომ ის ისადავე და ის რაღაცა მუქტი აი მაგალითად ერთ ლექსზე ვიტყვი ერთ სიტყვის უღელობა მის კონოტაციურ ველთან დაკავშირებით ასეთი თავის შვილს წერს ლექსს და მიყავს მაიკო ორბელიანის საფლავთან ეს ცნობილი ლექსია მე ახლა წავიკითხავ მაგრამ მე გამომახვილე ყურადღებას იმ ერთ სიტყვაზე პატარა ბავშვი მიიყვანა ამ დიდი ასე იგი რაღაცა რომანტიზებული და ლამაზესი სალონის დედოფალთან მაიკო ორბელიანთან და ეუბნება შენ შავსამ შავთვალავ შავსამ არეში გძინავს ჯერ კარგად აცკი გამთბარა ჩემი პატარა ცირა შენი სახელი დავარქვი მინდა შენ გავდეს მარტო ერისთვის და ვარდო კიქალო ადრე ჩამწკნარო ვარდო შესავი გაიშრიალო წლის აიცნარი ხელში და შენ და მიყვება მაგრამ თუ დააკვირდით ერთ სიტყვას შენ შავთვალავ შავსამ არეში გძინავს ჯერ კარგად არც კი გამთბარა ჩემი პატარა ცირა გამთბარა უნდა დიდი პოეტი და რატო მას აქვს რამდენიმე კონოტაციური ველი გამთბარა ჯერ ერთი გაჯებით არის რომ ჯერ მე ერთ შევიცან შვილის სიყვარული რა დიდი ყოფილა რას ნიშნავს ეს ამ გზნობაში ბოლომდე ვერ მაქვს შეცნობილი მეორე გამთბარაში ის იგულისხმება რომ მე ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ ვარ რამხელა მისია რომ შვილის შევიყვარე და მეცამე ჩვეულებრივი რასაც ჩვეულებრივი პოეტი დაწერდა ჯერ კარგად არც კი გაზრდილა ჩემი პატარა ცირა და აი აქ უკვე ამ ეს სიტყვა ჩვეულებრივი დაწერდა გაზრდილა ორცაებისთვის გარდაიცვალა ყველაფერი მოასწრო ქარო იზუზუნე ქარო იგრიალე ქარო დამანახე ფოთოთა თამაში ახლა მაგას ელემენტი დაქონდა ხალხის პანთეონში რო შევდივარ ხოლმე ვეძებ ხოლმე ლადოს საფლავს რა და ისეთ ადგილას არის რომ ძებნა ყიდება რა პატარა ის მარცალი პოეტი იყო საკუთარ თავთან რუსთაველზე ვარ რაღაც დასწავლილი იყო ხალხი მომხდარი და მამას ვწავლარ და დედას გამოყვანები ძალიან პატარა რა არ მაქვს ძალიან პატარა და ხვდება მამაჩი დედა და მამა ძალიან კარგად მომას და მიყვანს ხელში და მიკრავს ეს ხელში უჭირავ მომას და ვარ ჩაფი ვაიმე გასა ეს კადრი დამჭა აი რაღაცნაირად თითქოს ასე ჩემი ცხოვრების პროცესები უყვარდა ძალიან უყვარდა პროცესები ყველა 6 წელი ვიყავი მისი მოადგილე ერთო ერთად ვიყავი ურმანლებაძის მოადგილე იყავით? ხო 6 წელი იყო გახსოვთ პატარა იქ თქო დაკავდა მე მორმალე რა ვიცი აკაკი ბაქრაძის მოადგილე რო იყო აღარ ვიცი რამდენი სამხასახულობ თავდაპირველად რამე პრობლემები გააქვთ რაღაცა ცხოვრებაში და ვერ მეუბნებოდი პრობლემებს მეტი რა მქონდა რა საყვარელია ბატონ დავით ძალიან მაღალ დონეზე იცოდა არა ის მაინც უფლის სიკრეტი აი რაღაცა ძიმე მომენტი როცა ფიქრია მაგისი გოგო ერგა ლექსებს ჩვენი ლექსებს და მაგრამ გულმარმა არქნა იცო აი ჩემი შვილია და არ დაუბედე ეს როგორ არის გიჟის პარანგი ჩაიცვა მამა გირჩევნიაოთ როგორ არის გიჟის ხალათი გერჩინოს პოლიგე გოსნის და მხატვრის ხალათი ხო გიჟის ხალათი გერჩინოს ხო გოსნის და ხალათი მოკლედ განვითარება აი მოძებნეთ ლექსი ან პარიოს რო თქვა შეეკითხნენ ვინ მიგაჩნიათ რომ ყველაზე დიდ პოეტად ხა რა თქმა უნდა ხაი ყველაზე პოეტად გალაქტიონის შემდეგ იყო საუბარი და გაგრძელება სამაში პარიოს პოეტი რომ მურმანი სნაირი პოეტი ლიანა თელი თავისი მასეულობით და ღირებულობით არყას და იმიტომ რომ მურმანი იყო ძალიან ეს ეროვნული ექსპერიმენტი ხო ეროვნულიც იყო და ექსპერიმენტალისტი ძალიან ბევრი ექსპერიმენტი გამახსენდა ვიტყვი რა მურმანის ახლა მარეკებში მე ბანაკს ჩამიჩუმით პროცესზე რომელიღაც ბალახს უცბად ქალიშუნი ხო ახლა რამდენიმე შეიძლება გაიგო ხო უცბად ქალიშუნი ხო სუნი ქონდა არა დალის სისკრის ანუ თეთრის სუნი საზოგადოდ ქალის და სუნი საზოგადოდ მდედრის მერთო სულ ველი
სიკვდილს შენ მაწუწყლო ვინძლო სანამ ვიცნობ სურნელი და სანამ ეგ სურნელი მაგლებს ჩემთვის მოუყოლია მომარჩევს უბრალოდ შეიძლება საათობით და მაგლებსთან დაკავშირებით თქვა რომ ბარაკებზეო? მარიკა, აბა შავში ვართო მოლზე წამოწოლილი მე და ირაკლი უჩანეიშვილი და ირაკლი მოგლიჯავ ბალახების დიდი ასე ყონა ასე დიდი ბალახები და მომიტანა ცხვირთან და მითხრა აბა თუ პოეტი ხარ მითხარი რიშის სუნიაო და მე უთხარი ქალიში პოეტი ყოფილიყარ რომ მითხრა და მე დაწერა ხო ვაფი ბალახს გავისტუმრე ხო და ეს იქიდან წამოვიდა რაც რაც ირაკლი მაგის როგორი რეაქცია რაღაცა ოქშივარი გავგიჟდები შენი ყურებით ითვალიერებ ხორციან კლავებს ეგბაგები ალიბლებით შენი ხბულები ერთ ალუბლები სიმწიფით კლავე ხალის მოფერე ხაიას ვიქვია მაგას ლიტერატურა იოსებ ნონეშვილმა მოყვა რომ გააცესო ჩემი თავი რომ გალაქტიოსო და უცხესო პოეტია ვესწავლ ხო და ნონეშვილი არის პოეტიო ნონეშვილი იოსებ ნონეშვილი დაფიქრა რას არ გაიგონებს კაცი იმიტომ რომ პოეტი იოსებ ნონეშვილი იცოდა გოგლა ლეონძის მაგარი ძმაკაცი არის ხო გალაქტიონ მაგრამ აი ხო ცნობდა მაგას და მაგასთან არ მიდიოდა მხოლოდ მთვრალი პატისცემდა ფათაშობის ერთადერთი კაცია რომელიც მივიდა და ვინც ხმარ მისცა აი წერათა კავშირი კარგად ნიკოლოზ ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით ძალიან დიდი მადლობა Все? Ага, კარგი. თქვენ